შესაძლებლობით ჩვენ უკვე ვიკავშირდებიან მომხმარებლები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ მაგალითად თუ კი საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაუშვათ урგენტული ოპერაციების 100%-ით ფინანსდებოდა, დღეს უკვე მიდის ტენდენცია იქითკენ, რომ 70%-ით ფინანსდება. ანუ რეალურად ფული ყოფნის ამ ხელოვნების მე მათ ჩემი გემოვნება, მე რაღაც მომწონს არ მომწონს, გადავდებ ამას გვერდზე. თქვა ვიძახ, რომ ძალიან კარგია, რა ჯობია, რომ მე შეძლებულს გაჭირვებულს რო შევაგებთ სამონთხო პოსტარებს ერთნაირად არ გვეშინოდეს, ანუ ერთნაირად დაცულები ვიყოთ, ხო ერთნაირად ვიცოდეთ რომ მასას და მეს მოგვემსახურებიან, რა ჯობია ამას. მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ამის სახსრები, მე ვეჭვობ რომ არ გვაქვს ამის სახსრები. თუ არ გვაქვს ამის სახსრები, მაგრამ მაინც ვუყოთ ეს გავაკეთოთ. არსებობს მე თეორიულად, ანუ თეორიად ციდან მოტანილი კი არა, უამრავ ქვეყანა წაიმტვრია გზა ამაზე, არსებობს ცნობილია რომ თუ შენ რაღაცას პირდები ყველას ამის ფული არ აქვს. ჯადოქარი არ ახარ ამავე დროს. გამოდის რომ რასაც აძლევ ის ან ცოტა უნდა მიცე, ან უხარისხო უნდა მიცე, იმიტომ რომ ბალანსი, ანუ წონასწორობა, დანაპირები და სახსრებს შორის დარღვეულია, ხო რაღაც უნდა დააბალანსო. და შესაძლებელია რომ ამან თანდათანობით გამოიწვიოს პრაქტიკულად ეს კარგი ჩანაფიქრი სურვილის დონეზე. გადაიქცეს ლამაზ დაპირებად, იმიტომ რომ აღმოჩნდეს, რომ ვერ წვდება ქვეყანა ამას. ან წვდება, მაგრამ ამ ვალების გადახდა, ან ამის, ასე ვთქვათ, მოუწიოს შემდეგ თაობას, შემდეგ ხელისუფლებას. სახელმწიფომ თუ თქვა, რომ ფინანსური ხელმისაწვდომობა, ანუ ფინანსური ბარიერი, ფული არ იყოს მიზეზი, რომ ვერ მივედი და ვერ მივიღე მომსახურება, ეს თავისთავად კარგი სურვილია. მაგრამ აქ თუ შემოვიდეთ მეორე განზომილებას, იქ რომ მიდის ამ ბარიერი არ არის, ყველანი მივედით. რას ვღებულობთ? რეალურად ჩვენთვის თავარი სხვა არ არის, ყველა მეხოსკოპია ჩაიტაროს და გაუხარდეს რომ ჩავიტარე. ჯანმრთელობას რა წაადგა. და ეს განზომილება უკაცრავად არის ის, რომ იქ ჩვენ საუბედუროდ გვხვდება ძალიან დაბალი ხარისხის, ესე რბილად რო ვთქვათ, მომსახურება, რომელსაც ძალიან საეჭვო გავლენა აქვს ჩვენ ჯანმრთელობაზე. ანუ საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის რა არის მთავარი? ფაქტი, რომ მე როცა მომინდება გამოვიძახო სალსრაფონ ეხოსკოპია ჩავიტარო, თუ მე ვიყო ჯანმრთელი შვილი მყავდეს, არ მეშინოდეს. სულ გაქირავებული შრომა საქართველოში არის 650,000 ადამიანი. სამუშაო ძალა არის 2 მილიონი. ამას დავუმატოთ კიდე ბავშვები და მოხუცები. ეხლა 650,000-მა რამდენი უნდა გაიღოს რომ ყველას დიდსაც, პატარასაც, თვითდასაქმებულსაც შეეძლოს ისარგებლოს ამ სიკეთით. წარმოუდგენელია რომ ამას გაწვდეს. ამიტომაც მე ვშიშობ რომ რაღაც ეტაპზე ეს ძალიან კარგი განვითარებული ევროპისთვის ძალიან ისეთი მიღებული ტრადიციული მიდგომა უნივერსალიზმის საკმაოდ მძიმე ასე ვთქვათ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მე არ მიხარია, მაგრამ საუბედუროდ პროგნოზი უკეთესობის მე მიზეს რომ მაგალითად არსებობს მაინც რაღაც კვლევები, რომელიც ამბობს რომ ის ვინც სარგებლობდა მისამართული, ანუ მიზნობრივი როგორც დავარქმევთ, სადაც აი 9.7% ეს ოჯახები, რომელსაც ჩათვალა სახელმწიფო, რომ თქვენ იმსახურებთ, რომ მიიღოთ რაღაც სიკეთე ჩვენგან, თანხა მიიღოთ, მაშინ გაზღვევა იყობარებების. მათ იმ პერიოდში, რა თქმა უნდა, საგრძნობლად მოაკლდათ ჯიბიდან ხარჯები ფინანსური წვირთი და რაღაც პირობებში რო შეგედარებინათ საშუალო და ოდნავ ნაკლებად ღარიბებთან შედარებით მათი ასე ვთქვათ დაცულობის ხარისხი იყო გაცილებით მაღალი. დღეს ჩვენ თქვით რომ ყველა თანაბრად ვიყოთ დაცულები. მე მგონია და ამის დათვა რთული არ არის უკიდურესად ღარიბებისთვის მდგომარეობა უნივერსალიზმის პირობებში გაუარესდა. მათ ჰქონდათ გაცილებით პრივილეგირებული მდგომარეობა